1 აპრილს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრი შეხვდა. დავით ნარმანიამ რეგიონული განვითარების სტრატეგიაზე, ინფრასტრუქტურულ მოდერნიზაციაზე, თვითმმართველობის რეფორმასა და სამინისტროს სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. საჯარო შეხვედრის მეორე ნაწილი კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა. აუდიტორიის კითხვები ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, ნაგავსაყრელებისა და საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების საკითხებს შეეხებოდა. ვფიქრობ, რომ ზოგადად ასეთი აქტიურობა მინისტრების მხრიდან არის ძალიან სასარგებლო ჩვენთვის. ეს არის ძალიან სასარგებლო, ასე ვთქვათ, იმ საზოგადოების, რომელიც დღეს აქ იყო მოსული, ვინც ყველაზე არ არის სტუდენტი. სტუდენტებთან ვისაუბრეთ იმ რეგიონული განვითარების პოლიტიკაზე, რომელსაც ჩვენი სამინისტრო ახორციელებს, ასევე იმ პროექტებზე და პროგრამებზე, რაც ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციასთან არის დაკავშირებული. ყოველთვის საინტერესოა სტუდენტების და პროფესორის მოსაზრებების მოსმენა, ასევე პასუხი იმ კითხვებზე, რაც მათი მხრიდან იქნა დასმული, აუცილებელი წესით იქნა გაცემული. შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი. სტუდენტებმა ცოცხლად პირველი პირიდან გაიგეს, რა ხდება, როგორ ხდება, რამდენი იხარჯება ბიუჯეტი, როგორ დგება პროექტები, როგორ ხდება მათი დაფინანსება და ჩემთვისაც, რომელსაც საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს საკითხებში, საინტერესო იყო და ბევრი რამე ახალი მოვისმინე და გავიგე. საჯარო შეხვედრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სადისკუსიო კლუბის ფარგლებში გაიმართა.